კვირის აზრები. მოგესალმებით. ანტიდისკრიმინაციული კანონი მეორე მოსმენით იქნა მიღებული, როგორც ჩანს, აღარაფერი შეიცვლება. ამ კანონპროექტში პრინციპულად ახალი არაფერია, რაც აქამდე არ იყო ჩვენს კანონმდებლობაში. მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ თავისუფალი სამყაროს ნაწილი გავხდეთ და მისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ, ჩვენს სახელმწიფოს ესაჭიროება კანონი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ, სწორედ ამ სახელწოდებით. დიახ, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოგვახსენა, ეს კანონი გვაახლოვებს ევროპასთან და გვაშორებს რუსეთს. ამიტომ ებრძვიან ასე ღიად რუსეთის რბილად რომ ვთქვათ აპოლოგეტები ამ კანონს და რაც მთავარია ანტიდისკრიმინაციის იდეას. როგორც არ უნდა იყოს, ამ კანონის დამტკიცების პროცესმა ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ტენდენცია ან ფაქტი კიდევ ერთხელ გამოავლინა. ვეცდები ყველა მათგანზე მოგახსენოთ ძალიან მოკლედ. მაგალითად, გამოჩნდა, რომ საქართველოს პარლამენტი სამოქალაქო სექტორის ფლაგმანს ბიძინა ივანიშვილს ემორჩილება და არა პატრიარქს. კიდევ ერთხელ ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს პატრიარქი და საპატრიარქო რუსეთს ემორჩილება და მის ინსტრუქციას ასრულებს საქართველოში. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია უკან ისევ ამ ერთმორწმუნე ბოროტების იმპერიის მკლავებში მიგვაქანებს. არ ვიცი, რა შეცვლის ამ ფაქტის გაანალიზება, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოსახლეობას არა ეს ერთმორწმუნე იმპერია, არამედ განვითარებული დემოკრატიული სამყარო სურს. როგორ ახდენენ ცივილიზებული სამყაროს იდეის დისკრედიტაციას ჩვენში ეკლესიის მსახურნი და პოლიტიკოსები თუ უბრალოდ პრორუსული პერსონები. ყოველთვის გვიჩნდება კითხვა, როდესაც ვისმენთ არნახულ უგუნურებას, ეს უვიცობის შედეგია თუ მიზანმიმართული დეზინფორმაცია. აი მაგალითად, როდესაც ვუსმენთ პარლამენტში მისულ მღვდლებს, ან ეგრეთ წოდებულ უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს, დეპუტატ ზაზა პაპუაშვილს თუ პოლიტიკურ გვამს ჯონდი ბაღათურიას, რომელნიც ამბობენ, რომ ჰომოსექსუალობა და პედოფილია ერთი და იგივეა. რაშია საქმე? ვერიგებენ თუ არ უნდათ გაიგონ, რომ მათი სიტყვები ბოროტი ტყუილია და სხვა არაფერი. რამდენჯერ შეიძლება ავუხსნათ, რომ პედოფილი შეიძლება იყოს ჰეტეროსექსუალიც და ჰომოსექსუალიც. სტატისტიკა კი გვეუბნება, რომ პროცენტულად გაცილებით მეტი ჰეტეროსექსუალია პედოფილი, ვიდრე ჰომოსექსუალი. აი, ალბათობა იმისა, რომ ჯონდი ბაღათურია თუ მამა დავით ისაკაძე იყოს პედოფილი, უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი ჰომოსექსუალი. ნუ თუ ასეთი რთულია ფაქტების და არა თეორიების მიღება და გაგება. ხშირად ჩვენ უგუნურებას და გონება შეზღუდულობას ვაბრალებთ ამ ელემენტარული ფაქტის ვერგაგებას, მაგრამ როდესაც ნინო ბურჯანაძე გამოდის და ჰომოსექსუალობას ინცესტს უკავშირებს, იქ ხვდებით, რომ ეს მიზანმიმართული კამპანიაა ევროპის დისკრედიტაციისათვის. მან ის მტკნარი სიცრუეც კი დააყოლა, რომ არსებობს ქვეყნები, სადაც ინცესტი დაკანონებულია. ისინი გვეუბნებიან, ევროპაში ბავშვებს აუპატიურებენ და საკუთარ დედებთან ამყარებენ სექსუალურ ურთიერთობას. მართლმადიდებლური სამყარო კი, ანუ რუსეთი და საქართველო, ამას არ დაუშვებს. ასეთ დროს ამაზე მარტივი მესიჯი რა უნდა იყოს? მეგობრებო, გეშინოდეთ ევროპის და გიყვარდეთ რუსეთი. ასე რომ ეს ადამიანები არც გონება შეზღუდულები არიან და არც უვიცები. ისინი პრიმიტიული რუსული პროექტია, რომელიც ასევე მარტივად მართავს მასას, რომელსაც განათლება აკლია, რომელიც მართლა ვერაზღავებს პედოფილს და ჰომოსექსუალს. ამის შესახებ ჩვენთვის არავის უსწავლებია. და ბოლოს, ის მთავარ პრობლემამდე მივედით. იქამდე, რაც ჩვენს განვითარებას აფერხებს, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას არ უნდა განათლებული მრევლი, რადგან განათლებული ადამიანი რთული სამართავია. ამიტომ ხადაგებს პატრიარქი, რომ აზროვნება ზომიერი უნდა იყოს და ზღვარს არ უნდა გადასცდეს. ეს მოსაზრება მან მის ერთ-ერთ უკანასკნელ საკვირაო ხადაგებაში წარმოთქვა. ყველას, ვისაც გული შეგვტკივა ამ ქვეყანაზე, განათლების სისტემის რეფორმა უნდა მოვითხოვოთ და ყველას, ვისაც რამენაირი ძალა შესწევს საკუთარ ქვეყანას ემსახუროს, მაგალითად იმას, ვისაც 7 მილიარდი აქვს, მედია მონიტორინგით კი არ უნდა დაკავდეს, კარგი უნივერსიტეტი უნდა გახსნას. სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლა დააფინანსოს და საქართველოში კარგი და კვალიფიციური ლექტორები მოიწვიოს. ამ შემთხვევაში შეიძლება ვიფიქროთ, რომ საქართველოს რეალურ მმართველს მართლაც თავისუფალ სამყაროში სურს ჩვენი შეყვანა და არა რუსეთში, რადგან მხოლოდ ეს იხსნის ჩვენს ქვეყანას რუსეთისგან და მასთან დაკავშირებული სიბნელისგან. კვირის აზრები.